იდეალურია ინდივიდუალური მიდგომა, იმიტომ რომ აღზრდა ვიმეორებ უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ეს ფაქტორია ადამიანის ფორმირებას ნიშნავს, ხო? მაგრამ რადგან მშობელი სამწუხარო ჩვენთან ზოგი უსახსროთ არის, ზოგი სამსახურის გარეშეა, ზოგი ნერვები მოშლილია, ზოგი ავად არის, ზოგს რა ჭირს, ამიტომ მათი მიდგომა აბსოლუტურად სხვადასხვა. და შესაბამისად, მოდი ასე ვთქვათ, რომ მე მაინც უბრალოდ ყველას მინდა და სხვა შორის ზოგიერთზე, რომელიც მოდის ზოგჯერ ფიქრობ, რომ ამას შვილი არ უნდათ. და ზოგიერთი არც ბალავს ამას. არ მინდოდა და გაჩნდა. და რა ვქნა ახლა ხო არ გადავარდი. ეგ სიტყვი მოგისმენია? კი, როგორ არა. სამწუხაროდ ეს ზოგჯერ მე ახლა უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, მაგრამ ადრე შოკირებული ვიყავი ხოლმე, რომ რამდენი ოცნებობს და ვიცი რომ დადიან რეპროდუქციაზე, აუ, წვალობე რომ როგორმე და ზოგს ისე ეძლევა და მე რა მინდოდა კაცო, სულ არ მინდოდა, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა. ესე იგი, იმდენაერი კატეგორიის ადამიანი მოდის რომ შეიძლება მართლა შოკში ჩავარდეთ, ვიხდით, მაგრამ ეხლა უკვე მივაჩვე რომ ესეც არის, ისეც არის, ისეც არის, იმნაირიც არის და ჩვენ ახლა ძირითადად საუბრობთ მაინც ნორმალურ მდგომარეობას, ნორმალურ მშობელზე, ხო? და არა ანომალიებზე, თორე ანომალიები მშობლებში ძალიან ბევრია, სადაც უამრავი ცემატყეპაა და უფრო მეტსაც გეტყვით, სადაც ხიფათი არის რომ და თქვენ იცით რომ არის ეს შემთხვევები, როცა ან მშობელი ან შვილი კლავს ერთმანეთს. კი, ხო? ეს არის იშვიათი, მაგრამ არის, ხო? და ესე ჩანს პირატოროსკოპში სამწუხაროდ და უმრავლეს შემთხვევაში ეს არის პირველი მშობლის არაადეკვატური საქციელი, დავუშვათ ზოგჯერ ლოთია, ზოგჯერ ნარკომანია და მეორე არასწორი მიდგომა შვილისადმი, რომელშიც მან ჩადო არაადამიანური თვისებები ბავშვობიდან, არასწორად აღზარდა, გააბოროტა და მე ეს დამთავრდა კატასტროფით, ხო? ასეთი მოვლენებიც რამდენიც გნებავთ. ამიტომაც რა გითხრათ, თემა არის ძალიან ფაქიზი, ძალიან მნიშვნელოვანი და მიდგომა საჭიროა, მე ვთვლი რომ ინდივიდუალურად. ამიტომ მე კი ძალიან მრავალშვილიანობის დიდი მოყვარული ვარ, მაგრამ ვიმეორებ რომ თუ მშობელი თვლის რომ მას არ აქვს თავი იმისა და შესაძლებლობები, არ უნდა გააჩინოს ბევრი შვილი. Però mere ვიღაცას გამოტოვებს ამ შვილებიდან, ის მერე ესე გაბოროტდება, რომ მერე საზღვრები მესვის და ძმას ვერ იტანს და ძმა დას. და როგორ ეპაექრებიან ერთმანეთს და მით უმეტეს თუ საერთო სახლი ვის დარჩება, ამაზე მერე სამდრო საცოცხლო ომი მიდის, თავდება სასამართლოები და უბედურებებით. არასწორი აღზრდის შედეგად. მეხდით? და ამიტომ რადგან მე ეს ყველაფერი ნანახი მაქვს, ამიტომ ყველას ვეუბნები. თუ თავი არ გაქვთ, პასუხისმგებლობას ვერ აიღებთ, არ გინდათ ბევრი შვილი. და თუ გაქვთ უნარი რომ კი ბატონო რაჯობი 10 შვილი ყავდეთ კაცო, მაშინ ყველას უნდა სათანადო დრო ყურადღება მიაქციოთ. მაშინ სადღაც ჩვენი თავი ცოტა უნდა გადადოთ. იმიტომ რომ იცით როგორ არის, მე მაგალითად მარტო ის რომ შვილები ყავდეს და იყვნენ ტუტუცები, არ ღირს ამის გამო შვილის ყოლა, იმიტომ რომ დემოგრაფია გავაუმჯობესო და ტუტუცები გავაძლიეროთ ამ ქვეყანაში, რატო კაცო? იყოს 1-2, ოღონდ იყოს ადამიანი. რასაც ქვია დიდი გაგებით ამისა, ხო? ვიდრე ყავდეს 9 და იყოს აგედან 9 ნარკომანი, ლოთი და ბოდიში და კიდე რაღაც სხვა საიზღრუბეების გამკეთებელი.